აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას აგრძელებს. 4 დღიანი შესვენების შემდეგ მოვაჭრეებს დღეს ერთთვიანი ვადა მისცეს თავიანთი საქმიანობის საწარმოებლად, ვიდრე პროკურატურა საქმის ძირითად დეტალებს შეისწავლის. სპეციალური კომისიის შეხვედრა, რომლის შემადგენლობაში ახალი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა, ბიზნესმენის ამადაშვილი, ადგილობრივი მმართველობის, პროკურატურის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიოდნენ დღის 11 საათზე შეიკრიბა. მოვაჭრეები მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ პასუხს, გაიხსნებოდა თუ არა ბაზარი. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ დღის ბოლოს მიიღო. შეხვედრის მონაწილეთაგან ერთ-ერთი მოვაჭრე, ვიდრე ამის გაშღერება შეძლებდა, ცუდად გახდა, რის შემდეგაც სეკრებილებმა აგრესია ბიზნესმენს ამადაშვილზე გადაიტანეს. ის სამართალ დამცავებმა გაარიდეს სიტუაციას. ბაზარი დროებით იხსნება ხალხო, არაფრად არ ხსნიდან ყველის ბაზარს. არ აწყობდათ ყველის ბაზრის გახსნა. მაგრამ ბოლო-ბოლო რაღაც იქნა გადაწყდა ბაზრის, მაგრამ რადგან ჩვენი გვერდში მდგომი ხალხი აგერ სასტრაფოთი წაიყვანეს, მე ძლივს მომაბრუნეს, აგერ ვალიდოლით მაბრუნეს ხალხო. ვარ გვერდში ყველანაირად გაიხსნა სანამ ძიება არ დამთავრდება. მანამდე ვიმუშავებ ჩვეულებრივად და მე იმდენად ვიბრძოლებთ, რომ საკოლმეურნეო ბაზარი მაინც დარჩეს. ჩვენ ვინდა რომ არ დაერგოს არც საკუთრების უფლება და რაიონში იყოს წესრიგი. წინასწარი შეთანხმება გვეტყვიან პასუხს, შევახვედრეთ ერთმანეთს, მესაკუთრე და მეწარმეები და ყოველივე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იქნას ჩვეულებრივი უბრალო მეწარმეების ინტერესები, ისე რომ არც საკუთრების უფლება არ დაზარალდა. შეთანხმება მოხდა ერთი თვის განმავლობაში შევლიან ისე ყველა თავის ადგილს დაუბრუნდება, გააგრძელებენ ჩვეულა თვით, სამასობაში იმუშავებს ამაზე ადგილობრივი გამგეობა, ჩვენ როგორც არასამთავრობოები ჩავერთვებით ამ პროცესში, რომ შემდეგი ეტაპი უფრო იმტკინეულოდ გადავიდეს და ორივე მხარე კმაყოფილი იყოს, მეწარმეც და მოვაჭრეებიც. დანარჩენი რაც ხდება, ისევ ემოციების ბრალია ალბათ. დალაგდებიან, დაწნახდებიან, რამც თავარია ხალხის ნება ასრულდა, შეთანხმებას მივახციეთ, ერთი თვის განმავლობაში შევლიან, მივაჭრებენ და გააგრძელებენ თავის მოვალეობას, გააკეთებენ, რასაც აკეთებენ. სპეციალური კომისიის ხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. თუმცა ვიდრე შეხვედრა დასრულდებოდა, ცნობილი გახდა, რომ მოვაჭრეები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ ბიზნესმენს ამადაშვილთან ხორცისა და ყველის დალუქული სექციის გახსნამდე. ბოლოს კი ისინი კონსენსუსამდე მივიდნენ. შეთანხმება მოხდა ესეთი, რომ ამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, ანუ იმ მოთხოვნებზე, რომელსაც ბაზარში მოვაჭრეები ითხოვენ. იყო ჩვენი მოთხოვნა საგრებულოს გამგეობის შემოწმებული ერთობლივი თელი ზასტაფონის სახელით ჩვენ თხოვეთ, რომ ეს სიტუაცია რომ მორეგულირდეს, ანუ ერთი თვე ითხოვა პროკურატურამ ძიების დასრულებამდე. ეს ერთი თვე ჩვენ მოგვეცა ახლა საშუალება იმისათვის, რომ დაწყნარებულ, ასე ვთქვათ, გუნებაზე დაწყნარებულად მიუდგეთ უკვე ამ საქმეს და რაღაცები მოვიგდეთ. პროკურატურა დადებს, როგორც გვეუბნებათ, პროკურატურის განცხადებას ვამბობთ მე ახლა. ერთ თვეში უკვე მინიმუმი მოითხოვეს სხვათა შორის მასალების ძიების დამთავრება. ამ ერთ თვის განმავლობაში დაველოდებით ვერდიქტს, გადაწყვეტილებას, როგორი იქნება გადაწყვეტილება, არ აცხადებენ პრეტენზიას ბაზარში მოვაჭრეები თუ გადაწყვეტილება მეორე მხარის სასარგებლოდ, იმათ არ ექნება პრეტენზია. ასეთ პირობა მოგცეს მოვაჭრეები. მეორე მხარემაც იგივე პირობა მოგცეს, თუ ბაზრის მოვაჭრეების სასარგებლო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, დაიდება დასკვნა პროკურატურის, ამ მხარეს არ ექნება პრეტენზია.
ასე რომ ამ წუთში საკითხი მორეგულირებად შეიძლება ჩავთვალოთ ერთ თვის განმავლობაში ჩვენ ველოდებით სიმშვიდეს სისმარეს, გაიხსნება ის ყველა შესასვლელი რომელზედაც პრეტენზიები ქონათ მოვაჭრეებს და ხვალიდან შეუდგებიან ჩვეულებრივ ვაჭრობას. და აქ ითქვა თითქოს რომ როცა გამოვიდნენ გარეთ ის ადამიანები რომლებიც შემდეგ ცუდად გახდნენ რომ თვითონ ვერ აღწევდნენ თავიდან შეთანხმებას გარკვეული ტერიტორიების გახსნაზე იყო სპორტის ბაზარი თუ ეს მოლაპარაკების პერიპეტიებია ჩვენ მაგრამ რა უნდა იყოს საინტერესო იყო რა თქმა უნდა იყო გარკვეული ასე ვთქვათ წინააღმდეგობები როგორც ერთი ესე მეორე მხრიდან მაგრამ შედეგები მოგახსენეთ როგორ დამთავრდა აქედან გამომდინარე ახლა ამ სანერული ჩვენ არაფერი არ გვაქვს ესე ორდღიანი დასვენების შემდეგ ზესტაფონმა საქართველოს 24 ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო ეტაპის მატჩებისათვის მზადება განაგრძო. იმერული კლუბის ბაზაზე რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გამოჩნდა. როგორც საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესსამსახურის ინფორმაცია გვაუწყებს, სხვადასხვა ხასიათის ტრამვებით გამოწვეული იძულებითი პაუზისა და ჩატარებული მკურნალობის შემდეგ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური, ლევან შარიქაძე და თორნიკე გრიგალაშვილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს 26 წლის სერბმა მცველმა სლავკო ჩულიბრგმა, რომელიც ბოლოს სერბიული უჟიცე სლობოდაში ასპარეზობდა. 19 წლის ალჟირელმა ფორვარდმა მუჰამედ რეკრუკმა, ის სარაგოსას დუბლებში ირიცხებოდა და კატალონიური ბარსელონა საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა 18 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ოლივიე მუსიმა ებონგემ. გარდა ამისა, გუნდთან ერთად ივარჯიშეს 24 წლის გიორგი გუგავამ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, 16 წლის გოლკიპერმა რომან ტურავამ და 17 წლის ფორვარდმა ბადრი კვარაცხელიამ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ტურავაც და კვარაცხელიაც ბოლოს ზუგდიდის ღირსებას იცავდნენ. კლუბისა და ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების სამომავლო ურთიერთობათა საკითხი მოგვიანებით გაერკვევა.